როგორი გეგმება გრანდიოზული ღონისძიებები, რა ხდება მეგავარსკვლავების კულისებში, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები და ზოგადად რა გზას გადის იდეა ათასობით მსმენელის უკვე ერთად შეკრებამდე. 20 წელია ციცივიაშვილი მუსიკალური ღონისძიებების ინდუსტრიის ცენტრშია, ეს თარინგ ჯორჯიას სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელია და იმ მასშტაბური ღონისძიებების უკან დგას, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში გაიმართა. Ახლახან მან თავისი გამოცდილების წიგნად გამოცემა გადაწყვიტა backstage სცენის მიღმა ამბები, ასე ქვია წიგნის და დეტალები უკვე შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტში. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ წიგნი უნდა დამეწერა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სამყარომ თუ მარგუნა საინტერესო ცხოვრება, ეს საინტერესო ცხოვრება უნდა გადმომეცა, იმიტომ რომ პირველ რიგში მომავალი თაობისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ თავის ენაზე, თავის მშობლიურ ენაზე დახვდეს ისტორია, რომელიც შეულამაზებელია და მეორეს მხრივ მგონია, რომ თუ ვამბობთ, რომ თარინგ ჯორჯიამ ქვეყანაში შექმნა გასართობი ინდუსტრია და პირველი ნაბიჯები გადადგა, ჯერა რომ აუცილებელია რომ ეს ისტორია სხვანაირადაც დარჩეს და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ამ პროექტის გულშემატკივარია, იცოდეს რეალურად რა ხდება დიდი პროექტის მიღმა. შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი, რომ თუ ჩემი წიგნი დაიწერებოდა, მას აუცილებლად backstage ერქმეოდა, იმიტომ რომ backstage არის ის სივრცე, რომელიც ყველაზე ინტიმურია, რომელიც ყველას აინტერესებს. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ მაქსიმალური სიზუსტით გადმომეცა ის ისტორიები, რომელიც წიგნში არის, იმიტომ რომ არ მინდოდა მხოლოდ ლამაზად შეფუთული ისტორიები დახვედროდა ჩემს კითხვას, რადგან ლამაზად შეფუთული ისტორიები სოციმედიითაც გადის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობითაც შესაბამისად შევეცადე, რომ ყოფილიყო კრიზისებიც, იმედგაცრუებებიც, ადამიანური კრიზისებიც, რადგან მინდოდა, რომ მსგავსი სირთულეები მე რაღაცნაირად მოტივაციაც გამეხადა ჩემი მკითხველისთვის და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი და ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩემი გადააზრებები, რაც იმ პერიოდში ჩემმა ტვინმა გაიარა, მაქსიმალურად სიზუსტით გადმომეცა, რადგან ჩემმა მომავალმა მკითხველმა ჩათვალოს, რომ კრიზისი არ არის დასასრული, პირიქით ხშირ შემთხვევაში შეიძლება კრიზისი ახალი და მნიშვნელოვანი სიახლის დასაწყისიც აღმოჩნდეს. ყველაზე ემოციური ორი თავია ჩემთვის განსაკუთრებულად. ერთი არის რომელიც ჩემს სახელს ეხება, არის მარტივი, იმიტომ რომ ძალიან პირად ისტორიას ვასაჯაროვებ, რომლის არათუ დაწერა გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი მისაღები, რომ წიგნში შემეტანა თუ არ შემეტანა, თუმცა ისევ და ისევ თუ ვამბობ, რომ ეს წიგნი გავბედე და გადავწყვიტე იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დავხმარებოდი, ჩავთვალე მნიშვნელოვნად, რომ ეს მომენტიც უნდა გამესაჯაროვებინა და მეორე მნიშვნელოვანი ემოციური მომენტი არის ის თავი, რომელიც ეხება ფილარმონიას და ფილარმონია დროის კადრებს, იმიტომ რომ თვითონ მგონია, რომ ძალიან ჯადოსნური ისტორია ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სამყარომ და განგებამ ალბათ ასე ისურვა, რომ ფაქტიურად 35 წლის მერე დამაბრუნა ზუსტად იქ, საიდანაც პირველად გავიგე თუ რას ნიშნავდა სცენა. ზუსტად მაგიტო, რომ მკითხველმა რაღაც მინდა დაიტოვოს, იმიტომ რომ ჯერა რომ აქ იმდენად ადამიანური მომენტები მაქვს გაშლილი, რომ ჯერა რომ არაერთი მკითხველი აღმოჩნდება, რომელიც ჩემ გარკვეულ აი ამ სენტიმენტურ მომენტებს საკუთარ თავთან გაიგივებს, იმიტომ რომ ჯერა რომ ადამიანებს საერთო საკითხებიც გვაქვს, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს და ზუსტად იმიტომ, რომ არ მინდოდა მსგავსი მომენტები გამქრალიყო და ჰაერში დარჩენილიყო, ჩემს წიგნს მოყვება სანიშნიც, რომელსაც ზუსტად ესეთი მინაწერი აქვს, რომელიც მინდა, რომ თუ ვინმეს ბმა იქნება ჩემს წიგნთან და გარკვეულ კავშირს იპოვის, არ დაკარგოს ეს კავშირი და ამოიწეროს, რომ სამახსოვროდ ეს ყველაფერი დარჩეს.